საკვების მოსაპოვებლად პირველყოფილი ადამიანები ერთიანდებოდნენ, მიდიოდნენ სანადიროდ, მისდევდნენ მიწათმოქმედებას. ამ დროიდან მოყოლებული ადამიანებს უვითარდებოდათ მატერიალური და სულიერი კულტურის მსგავსება. ასე თანდათან ვითარდებოდა ეროვნული სამზარეულო, გამორჩეული ეროვნული კერძებითა და დამზადების ორიგინალური ხერხებით. ქართული სამზარეულოს საგანძურიდან ამჯერად თბილისური სუფის რეცეპტს წარმოგიდგენთ. მის დასამზადებლად საჭიროა შემდეგი მასალა: კარტოფილი 3-4 ცალი, ხახვი 2-3 თავი, ნიორი 4-5 კბილი, ცხიმი 100 გრამი, სტაფილო 2-3 ცალი, ტარხუნა 1 კონა, წვანილი 3-3 ძირი, კვერცხი 3-4 ცალი. მარილი და პირბილი რა თქმა უნდა გემოვნებიან. კარტოფილი გავცხვნათ, გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. შემდეგ ჩავყაროთ წყალში და მაგრად მოვხარშოთ ისე რომ ჩაიშალოს. ხახვი და ნიორი დავჭრათ წვრილად. შემდეგ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვხრაგოთ რომელიმე ცხიმში, ზეთში, ერბოში ან კარაქში. და გავაგრძელოთ მოშუშვა. შემდეგ მიღებული მასალა ჩავამატოთ მოხარშული კარტოფილის წვენში და გავაგრძელოთ ხარშვა. წვრილად დაჭრილი ტარხუნა, ქინძი, ოხრახუში კამა მარილთან და პილპილთან ერთად ჩავყაროთ სუფში. და ბოლოს ჩავასხათ კარგად ათქვეფილი კვერცხი. და განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას. სუფის მოსამზადებლად არ არის აუცილებელი იყოთ თბილისელი ან მაინც და მაინც რომელიმე თბილისურ ბაზარში შეძენილი პროდუქტები გამოიყენოთ. თუ ყველაფერს ტელერეცეპტის წესების შესაბამისად შეასრულებთ, თქვენს ოჯახს გემრიელი, თბილისური სუფი აუცილებლად მოეწონება.